მაინტერესებს უბრალოდ აქ მე-12 საუკუნეში მოხდა ხო ის მიწისძვრა? მე-13 საუკუნის ბოლოს და სანამდე იყო ეს? აი თქვა, აი მაგალითად ხო როგორი ყოფილი რასაც ფორმა კეთილი. დიახ. შორს არ იყო, აი საიდანაც კიდის წინა ნაწილი იწყება. აი ესეთი ვერტიკალური აი ესე იგი კარგად დიდი მასა წამოსულა. ესე იგი აქეთაც რამდენი ოთახები ექნებოდათ და ეხლა როგორ იყო? დაბლა რომ იყო პირველი სართული. მეორე სართულს ღია ივანი ჰქონდა. აი მეორე სართული, შემდეგში იყო მეორე სართული. მეორე სართული არ ფარავდა პირველ სართულს, არც მესამე, მეორე სართს, მეოთხე, სულ 13 სართული. ესე იგი ტერასული სისტემით იყო ტერასებად ესე იყო. ეს ადამიანები როგორ დადიოდნენ? უკავშირდებოდა დარბაზები ერთმანეთს. ღიაივნებით უკავშირდებოდა. ღიაივნებით. შენ რო გაინტერესებდა. ესე იგი საცხოვრებელი დარბაზი და რო ბენი გასულიყო, მას აივანი უნდა გაივლო, რომ შესულიყო მეორე საცხოვრებელი დარბაზში. და როცა მიწისძვრა მოხდა 1293 წელს, წინა ნაწილი დაინგრა, ეს ღიაივნები დაინგრა და საცხოვრებელი დარბაზები დაინგრა. ამიტომ ესე იგი მიწისძვრის შემდეგ გვარდიანი ძირითადად რაღაც შენარჩუნდა. დაახლოებით ასეთი სახე მიიღო, როგორცაც დღეს თქვენ ხედავთ. კი ბატონო. ის ყველაფერი სიღრმეში იყო, სადაც დიდი მადლობა. თქვენ რასაც ხედავთ.